26,000 წლის წინ, ბოლო დიდი გამყინვარების ეპოქის ზღვარზე, ადამიანთან მცირე ჯგუფი თავს აფარებდა გამოქვაბულს, რომელიც მდებარეობს დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე. მათ თითქმის არაფერი დაუტოვებიათ. არც კედლის ნახატები, არც სამარხები, მხოლოდ კბილები. და თან ისიც მხოლოდ 2 კბილი. და მაინც ემალისა და ძვლის ამ ორმა პატარა ნატეხმა მთლიანად გადაწერა ისტორიის ის ფურცელი, რომელიც აქამდე გვეგონა რომ სწორად ვიცოდით. თითოეული ადამიანი, ვინც ამ ვიდეოს უყურებს და ასევე ყველა დასავლეთ ევრაზიელი, რომელიც დღეს ცხოვრობს დედამიწაზე, თავის არსებობას უნდა უმადლოდეს ხალხს, რომლებიც უხმაუროდ ცხოვრობდნენ ზემო იმერეთში 26,000 წლის წინ. რას ინახავს ასეც ეს 2 კბილი? გენეტიკურ ამბავს ადამიანთა ძალიან ძველი და მნიშვნელოვანი პოპულაციის შესახებ, რომლის არსებობაც კი არ ვიცოდით 10-ოდე წლის წინ. ეს გახლავთ ძუძუანას ხალხის ამბავი. იმის გასაგებად, თუ რატომ არის ეს აღმოჩენა ასე მნიშვნელოვანი, უნდა წარმოიდგინოთ სამყარო ისეთი, როგორც იყო 26,000 წლის წინ. ეს იყო სიტყვით სამყაროს დასასრული ყველასთვის, ვინც მაშინ ცხოვრობდა. მყინვარები ნელ-ნელა მოიწევდნენ, ტემპერატურა ეცემოდა. ბოლო გამყინვარების მაქსიმუმი, ყველაზე ცივი, ყველაზე სასტიკი ფაზა ის იყო იწყებდა ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე გაძლიერებას. ევროპაში ადრეული ადამიანები უკვე ტოვებდნენ თავიანთ კვალს. მღვიმეებში ნახატები, მინიატურული კვეთილი ფიგურები, ცერემონიული დაკრძალვები. მათი გენეტიკური ნიმუშებიც არსებობს. მათი გენომები გაშიფრულია. გამყინვარების ეპოქის ევროპის ადამიანის ამბავი პრეისტორიის ერთ-ერთი საუკეთესოდ მოთხრობილი თავია. მაგრამ რა ხდება ევროპის აღმოსავლეთით? რა ხდება კავკასიის მთებში, ახლო აღმოსავლეთში, იმ არეალში, რომელიც ევროპულ სამყაროს აზიურთან აკავშირებს? სიჩუმე. არა იმიტომ, რომ იქ არაფერი ხდებოდა, არამედ იმიტომ, რომ ამ ისტორიული მონაკვეთიდან და ამ ტერიტორიიდან უბრალოდ არ გქონდა არანაირი გენეტიკური ნიმუში. ახლო აღმოსავლეთიდან არსებული ყველაზე ადრეული გენეტიკური მონაცემები მოდიოდა პოპულაციებიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ გამყინვარების შემდგომ. ადამიანები, რომლებიც უკვე მისდევდნენ მიწათმოქმედებას და უკვე ცხოვრობდნენ დედამიწის დათბობით გარდაქმნილ სამყაროში. ამ მხრივ ახლო აღმოსავლეთის და კავკასიის ღრმა წარსული ჩარაზული ოთახი იყო და ჩვენ გასაღები არ გქონდა, სანამ არ აღმოაჩინეს ძუძუანას გამოქვაბული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძუძუანას გამოქვაბული ზემო იმერეთში მდებარეობს, უფრო კონკრეტულად კი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. ეს არის მოკრძალებული ადგილი, რომელზეც ერთი შეხედვით ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ იფიქრებ. მაგრამ დაახლოებით 27-24,000 წლის წინანდელ არქეოლოგიურ ფენაში მკვლევარებმა აღმოაჩინეს 2 ადამიანის ნაშთი და რაც მთავარია, 2 კბილი, საკმარისად კარგად შემონახული დნმ-ის მისაღებად. ზოგადად, ასეთი დიდი ასაკის მქონე ადამიანის კბილებიდან გენეტიკური მასალის მოპოვება სასწაულს უახლოვდება. ასეთი ასაკის დნმ მყიფეა, ის იშლება, ბინძურდება, უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ გამოუსადეგარი ხდება გაშიფრვისთვის. მაგრამ ამ კბილებმა გამოამჟღავნეს თავიანთი საიდუმლოებები. ერთი ინდივიდიდან მიიღეს მონაცემები თითქმის 200,000 გენეტიკური პოზიციით, მეორიდან 90,000. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა პასუხის გასაცემად კითხვაზე, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები. რაც მეცნიერებმა ამ კბილების შესწავლის შედეგად აღმოაჩინეს, სრულიად მოულოდნელი რამე იყო. თუ წმინდა ლოგიკური აზროვნებით ვიმსჯელებთ, ძუძუანას ხალხთან გენეტიკურად ყველაზე ახლოს უნდა იდგეს ის პოპულაცია, რომელიც მათ შემდეგ ცხოვრობდა იმავე რეგიონში. მაგალითად, წყალტუბოში საწურბლის მღვიმეში ნაპოვნი კავკასიელი მონადირე შემგროვებლები, რომელიც საკმაოდ ახლო მანძილზე ცხოვრობდა ძუძუანადან და რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით 13-10,000 წლის წინ. ბოლოს და ბოლოს ეს არის იგივე რეგიონი, იგივე არეალი, მსგავსი დრო და გარკვეული უწყვეტობა ლოგიკურად ჩანს. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. აღმოჩნდა, რომ ძუძუანას ხალხი არ იყო მჭიდროდ დაკავშირებული იმ მოგვიანო კავკასიის მონადირე შემგროვებლებთან. სამაგიეროდ და სწორედ აქ ხდება ნამდვილად განსაკუთრებული რამ, ძუძუანელები ყველაზე მეტად დაკავშირებულნი აღმოჩნდნენ ნეოლითური ანატოლიის ადრეულ მიწათმოქმედებთან.
ადამიანებთან, რომლებიც 8000 წლის წინ ავრცელებდნენ სოფლის მეურნეობას ევროპაში. ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობდნენ ბევრად უფრო შორს, ვიდრე საწურბლიელი მონადირე შემგროვებლები და ბევრად უფრო გვიან, 18000 წლის შემდეგ. როგორ არის ეს შესაძლებელი? პასუხი მდგომარეობს კონცეფციაში, რომელიც თითქმის შეუძლებლად აბსტრაქტულად ჟღერს, მაგრამ რომელიც ადამიანის პრეისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან იდეად იქცევა. ეს არის ბაზალური ევრაზიელები. წარმოიდგინეთ ადამიანის გენეალოგიური ვარჯი, მას შემდეგ რაც მათ პირველად დატოვეს აფრიკა. ძალიან ადრეულ ეტაპზე, დაახლოებით 60-70 წლის წინ, ერთი ჯგუფი გამოიყო ყველა დანარჩენს და ამ გამოყოფილ ჯგუფში ერთიანდებიან ევროპელების წინაპრებიც, აღმოსავლეთ აზიელების წინაპრებიც და თვით ავსტრალიის ძირძველი მოსახლეობის წინაპრებიც. ეს პირველადი გამოყოფა მოხდა მანამ, სანამ ყველა ზემოაღნიშნული ჯგუფი გაიყოფოდა ერთმანეთისგან. და მას შემდეგ ეს პირველადი გამოყოფილი ჯგუფი პრაქტიკულად ქრება ისტორიის თვალთახედვიდან. ჩვენ არასოდეს გვიპოვია წმინდა ბაზალური ევრაზიელი ინდივიდი. მათ ხედავთ მხოლოდ ფრაგმენტულად გვიანდელი პოპულაციების გენომებში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძუძუანას ხალხი ატარებს ამ პირველადი განაყოფის გენომის სოლიდურ ნაწილს, კერძოდ 28%-ს. ანუ ძუძუანას აღმოჩენა ეს გახლავთ ბაზალური ევრაზიელების არსებობის ყველაზე ადრეული მტკიცებულება, რომელიც ოდესმე არის ნაპოვნი. ეს კი დამაჯერებლად მიუთითებს, რომ ბაზალური ევრაზიელები არ იყვნენ სტუმრები, რომლებიც შედარებით გვიან შემოხეტიალდნენ აფრიკიდან. არამედ ეს იყო ევრაზიის აბორიგენი მოსახლეობა. ისინი წარმოადგენენ კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის პრეისტორიის ღრმა და ძველ ფენას. მაგრამ ბაზალური ევრაზიელობა ძუძუანას ხალხის ვინაობის მხოლოდ ნაწილია. მათი გენეტიკის უმეტესობა, დაახლოებით 72%, დაკავშირებულია პრეისტორიული ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოპულაციასთან, ვილაბრუნას კლასტერთან, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ევროპელი მონადირე შემგროვებელი. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბატონობდნენ ევროპაში გვიანი გამყინვარებისა და მეზოლითის ეპოქებში. გამოცდილი მონადირეები და შემგროვებლები, რომლებიც დაეხეტებოდნენ ევროპის ტყეებსა და ტუნდრებში პირველი მიწათმოქმედების გამოჩენამდე. მათი ნაშთები ნაპოვნია მთელი ევროპის კონტინენტის მასშტაბით ესპანეთიდან უკრაინამდე. მათი გენეტიკაც კარგად არის დოკუმენტირებული. მაგრამ აი საიდუმლო, რომელიც მკვლევარებს წლების განმავლობაში აწუხებდათ. როდესაც ათვალიერებთ კიდევ უფრო ადრეული ევროპელების ძველ დნმ-ს, იქნება ეს გრავეტიელი ადამიანები 30000 წლის წინ თუ მაგდალენიელი ადამიანები 20000 წლის წინ, მათში უკვე შეიძლება აღმოაჩინოთ ვილაბრუნას გენეტიკური კვალი. მისი კვალი შერეული სხვა ხაზებთან. რაც იმას ნიშნავს, რომ ვილაბრუნას ხაზი თავად უნდა არსებულიყო სადღაც შედარებით წმინდა სახით, 10 ან 15000 წლით ადრე. მაგრამ სად? ევროპაში ვილაბრუნას ყველაზე ადრეული დადასტურებული ინდივიდები მხოლოდ დაახლოებით 14000 წელს ითვლიან. სად იმალებოდა ეს ხაზი წინა 10-15000 წლის განმავლობაში? ამაზე პასუხი ძუძუანას ხალხმა გაგვცა. ეს იყო აქ, კავკასიაში, იზოლაციაში შემონახულ მთებში, ევროპასა და აზიას შორის საზღვარზე. ეს არ ნიშნავს, რომ ვილაბრუნას ხალხი კონკრეტულად კავკასიიდან მოვიდა. მტკიცებულება ამ საკითხში საკმაოდ ფრთხილია. ძუძუანა ბოლოს და ბოლოს ერთადერთი მონაცემთა წყაროა, მაგრამ ეს ეჭვგარეშე ამტკიცებს, რომ ეს ხაზი არსებობდა სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის, ანატოლიისა და შავი ზღვის გარშემო რეგიონის ფართო სივრცეში. ევროპის ძირითად გენეტიკურ ჩანაწერებში გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე. იგივე ახლო აღმოსავლეთის მოგვიანო ხალხების, ანატოლიელი მიწათმოქმედების და ლევანტელი ნატოფიელების ევროპელ მონადირე შემგროვებლებთან ნათესაობა არ არის ევროპელების ახლო აღმოსავლეთში მიგრაციის მტკიცებულება. არამედ ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ყველა ამ ხალხებს ყავდათ საერთო ძველი წინაპარი. წინაპარი, რომელიც გენეტიკურად ძალიან ახლოს დგას ძუძუანას გამოქვაბულის ხალხთან. როდესაც გამყინვარებამ თავის მაქსიმუმს მიაღწია, ამის შემდეგ პლანეტა თანდათანობით დათბა. პოპულაციები დაიძრნენ, საზღვრები გაქრნენ და ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით რაღაც დრამატული მოხდა. სხვადასხვა კუთხეში ჩამოყალიბებული მაღალი დიფერენციაციის მქონე პოპულაციები, როგორებიც იყვნენ მაგალითად კავკასიელი მონადირე შემგროვებლები, ირანის ადრეული მიწათმოქმედები, ლევანტის ნატოფიელები, ყველა ძირითადად
ძუძუანას ხალხის შთამომავლებს წარმოადგენდნენ. მაგრამ თითოეულ ჯგუფს შეუერთდა რაღაც დამატებითი ხაზი. მაგალითად, კავკასიასა და ირანში პოპულაციებმა მიიღეს გენეტიკური ხაზი ძველი ჩრდილოეთ ევრაზიელებისგან, იგივე ციმბირის მონადირე შემგროვებლების ხაზი, რომელიც უფრო ჩრდილოეთში აღმოსავლეთ ევროპის პოპულაციებს შეუერთდა. ლევანტში ნატოფიელებმა, ხალხმა, რომელთაგან საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ მსოფლიოს პირველი მიწათმოქმედები, განსხვავებული გენეტიკური დამატება გამოავლინეს, კერძოდ ჩრდილოეთ აფრიკული. ეს გენეტიკური ხელწერა მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანები გადაადგილდნენ აფრიკიდან ჩრდილოეთისკენ დღევანდელი სინაის ნახევარკუნძულის გავლით და კვალი დატოვეს პოპულაციებში, რომლებმაც მოგვიანებით შეცვალეს სამყარო. Y ქრომოსომის ჰაპლოჯგუფი E გავრცელებული ნატოფიელებსა და გვიანდელი ლევანტის მიწათმოქმედებს შორის და ასევე გავრცელებული მთელს აფრიკაში დღეს მიუთითებს იმ ბიოლოგიურ ხიდზე, რომელიც არსებობდა ლევანტსა და აფრიკის კონტინენტს შორის. ეს ყველაფერი არ არის ერთი ხალხის მიერ მეორის ჩანაცვლების მარტივი ამბავი. ეს არის ქსელი, მიგრაციების, შერევების, კონტაქტებისა და შთამომავლების მუდმივად ცვალებადი ქსელი. ახლო აღმოსავლეთი ნეოლითის განთიადზე არ იყო იზოლირებული სტატიკური ჯგუფებით დასახლებული ტერიტორია. ეს იყო გზაჯვარედინი, შესაძლოა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი გზაჯვარედინი და ამ ყველაფრის ცენტრში გახლდათ ძუძუანა. როდესაც მკვლევარებმა მოდელირება გაუკეთეს ყველა თანამედროვე დასავლეთ ევრაზიელის გენეტიკას, ანუ ხალხს ბრიტანეთის კუნძულებიდან ვიდრე არაბეთის ნახევარკუნძულამდე და მაროკოდან შუა აზიის სტეპებამდე, მათ აღმოაჩინეს, რომ მთელი დღევანდელი დასავლეთ ევრაზიული მოსახლეობა ატარებს ძუძუანას გენეტიკურ ხაზს და ამ ხაზის ოდენობა მერყეობს 46-სა და 88% შორის. მინდა ამას ხაზი გაუსვა. 46-სა და 88% შორის. ეს არის ძალიან მაღალი კონცენტრაცია. ანუ დღეს დასავლეთ ევრაზიელების ზარღვებში 46-დან 88%-მდე ძუძუანას ხალხის სისხლი ჩქებს. გამოდის, რომ 26,000 წლის წინ დღევანდელი ჭიათურის გამოქვაბულში მცხოვრები პოპულაცია წარმოადგენს ნახევარი მსოფლიოს საერთო წინაპარს. ძუძუანელებმა მოახერხეს თანამედროვე ადამიანში დაეტოვებინათ იმაზე მეტი გენეტიკური კვალი, ვიდრე ეს მოახერხეს სტეპის მესაქონლეებმა, რომლებიც ბრინჯაოს ხანაში ევროპაში შეიჭრნენ. ასევე მეტი ვიდრე ევროპის მონადირე შემგროვებლებმა, რომლებიც ათასობით წლის განმავლობაში კონტინენტზე ხეტიალობდნენ. აგრეთვე ანატოლიელ მიწათმოქმედებსა და კავკასიის ძველ ტომებზე მეტი. ბუნებრივია, რომ ძუძუანას ხალხის გენეტიკური ხაზი ყველაზე ძლიერია სამხრეთში, იმ პოპულაციებში, რომლებიც გეოგრაფიულად ყველაზე ახლოს არიან მათ ძველ სამშობლოსთან. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათი კვალი თითქმის ყველგანაა, სხვადასხვა ხარისხით. ეს არის უხილავი ძაფი, რომელიც მილიარდობით ცოცხალ ადამიანზე გადის. ძუძუანას ხალხი გავრცელდა არა რომელიმე დრამატული სამხედრო დაპყრობის, არამედ ნეოლითის ნელი, მაგრამ ძლიერი იმპულსის მეშვეობით. ანატოლიაში ძუძუანას შთამომავალი პოპულაციები ითვისებდნენ სოფლის მეურნეობას და ვრცელდებოდნენ ევროპაში დასავლეთისკენ, ასევე ჩრდილოეთისკენ სტეპებში და აღმოსავლეთისკენ დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე. ასე მოხდა ძუძუანას ხალხის ამ ძველი გენომური ხელწერის გავრცელება და ათასობით წლის განმავლობაში მან მოიცვა ჩვენთვის ცნობილი სამყარო. ამ ხალხმა, რა თქმა უნდა, არ იცოდა, რომ ამ ყველაფერს აკეთებდა. ისინი უბრალოდ ცდილობდნენ თავი გადაერჩინათ, ნადირობდნენ, თავს აფარებდნენ გამოქვაბულებს, ზრდიდნენ შვილებს, მოკლედ ცხოვრობდნენ ჩვენი დღევანდელობისგან წარმოუდგენლად განსხვავებულ და რთულ სამყაროში. და მაინც ისინი აქ არიან, თქვენში, ჩემში, თითქმის ყველა ადამიანში, ვინც დედამიწის ამ ნაწილის შვილია. ორი კბილი აღმოჩნდა საკმარისი დაკარგული პოპულაციის აღსადგენად, დაკარგული სამყაროს რეკონსტრუქციისთვის და კაცობრიობის ნახევრის ისტორიის ხელახლა გასააზრებლად. მეცნიერებას უყვარს ლაპარაკი ნიმუშებზე, სტატისტიკაზე და სანდოობის ინტერვალებზე. ეს ყველაფერი მართლაც მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რაც ცოდნას სპეკულაციისგან მიჯნავს.
მაგრამ არის მოვლენათა სხვა შეხედულებაც, რაც ზუზუანას გამოქვაბულში მოხდა. სადღაც 26,000 წლის წინ ერთი ქალი გარდაიცვალა. გარდაიცვალა ერთი კაციც. მათი სხეულები გამოქვაბულში დარჩა საქართველოს მთებში. ცხოვრება გაგრძელდა, გამყინვარებები მიდიოდა და მოდიოდა. ცივილიზაციები მაღლდებოდნენ და ეცემოდნენ. ენები იბადებოდნენ და კვდებოდნენ. იმპერიები შენდებოდნენ წინა იმპერიების ძვლებზე. და ამ ყველაფრის გავლით, ყოველი თაობის, ყოველი მიგრაციის, ყოველი კატასტროფის და აყვავების გავლით ამ ორი ადამიანის დნმ-ის პატარა ძაფი აგრძელებდა სიცოცხლეს. სიცოცხლეს ანატოლიის ძველი მიწათმოქმედებისთვის, სიცოცხლეს მესოპოტამიის ძველი ქალაქების მშენებლებისთვის, სიცოცხლეს ბრინჯაოს ხანის მეომრებისთვის ევრაზიის სტეპებზე, სიცოცხლეს რომაელი ჯარისკაცებისთვის, შუა საუკუნეების მიწათმოქმედებისთვის და ყოველი ადამიანისთვის, ვინც დღეს ცხოვრობს დასავლეთ ევრაზიული გენეტიკით. ჩვენ ყველანი ვართ ამ ამბის გაგრძელება, რომელიც დაიწყო ცივ ბნელ გამოქვაბულში გამყინვარების ზღვარზე და ეს არის ამბავი, რომლის წაკითხვასაც ახლა ვიწყებთ.